სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსლოსთან კუნძულ უტოიაზე მომხდარი სროლისას ბანაკში ორი ქართველიც იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნათია ჩხეტიანი თავს კარგად გრძნობს. თამთა ლიპარტელიანის ბედი კი უცნობია. მას ნორვეგიელი სამართალდამცველები და ქართველი დიპლომატები ერთად ეძებენ. ამ დრომდე ინციდენტის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბანაკში კვლავ იმყოფებიან კრიმინალისტები. ამ ინფორმაციას დანიაში საქართველოს კონსული ნინო ქოჩორაშვილი ადასტურებს. ქართველი დიპლომატის განმარტებით ნათია ჩხეტიანთან კავშირის დამყარება მოხერხდა. სატელეფონო საუბრისას ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ თავს კარგად გრძნობს. საქართველოს საკონსულო ამ ეტაპზე საქართველოს მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე მუშაობს. ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანი წარმოშობით ქუთაისიდან არიან. მათ შორის ერთ-ერთ ვესაუბრით კარგად არის ნათია არის ეს ერთი წუთით ნათია ჩხეტიანი. ნათიას ჯანმრთელობა არ ემუქრება და რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, მასთან დაკავშირებით ინტენსიურად თანამშრომლობთ ნორვეგიის სამეფოს შესაბამის უწყებებთან, გადაცემული გვაქვს მოთხოვნა და ჯერჯერობით ველოდებით ინფორმაციას ამ ეტაპისთვის ვფლობთ მასთან. ეძებთ ანუ ხო? დიახ. არანაირი ინფორმაცია ამ დროისთვის კარგად არის სად არის არ ვრცელდება ხო მსგავსი? არა, ამ ეტაპისთვის ვინ არის მეორე? გამოძიების პროცესი და შესაბამისად ანუ ეძებენ ძებნა მიმდინარეობს, იდენტიფიკაცია მიმდინარეობს და ამიტომ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას ოფიციალურად არ ავრცელებენ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს გოგონები, ეს ხომ არის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ბანაკი და აქ იყვნენ რაღაც კონკრეტული მოწვევით ქუთაისიდან.